თქვენ საიდან ვიცნობ? რომელი ფრინველი ცოცხლობს ყველაზე დიდი ხანი? ნინო ოსეფაიშვილისგან შემომივიდა მესიჯი. ეს ჩემი სამი ქალი ძიუდოისტიაო და მიგდებს ფოტოს რა. ყოველდღე სოფლიდან დადის მარშრუტით მარტო თბილისში რომ ვარჯიში არ გააცნიდეს. ამაყია რომ სვანია და იცის რომ ლიპარტელიანების მომავალი პირნათლად უნდა გააგრძელოს. არც ფიქრობს ძიუდოს იქეთ არაფერზეო. მერე მეთქი უეჭველი ჩამოვალ ხო რა და უბედნიერეს გახდიო ხო და დღეს უსაც ისწია რომ მივიდივართ ამ პატარა მაგარი გოგოს გადასაღებად. მადლობა თქვენ რომ აირჩიეთ გავში. ძმაო, просто ამერია. შენი უშაქრო, ჩემი შაქრიანი, მაგრამ არ ვიცი. შესასრულებლად ჩამოვედი. მადლობა. დასიხარ. გაიხარე. მანქანა ხო გამოხვიდოდი, ცოტა ჩექში ვარ. ფეხით გავიარო ჯობია. მერტი. ნუ გერიდება. რას ქვია გერიდება? უნდაავლაპარაკდეთ ყველა, რომ გაიცნოს საზოგადოებამ ჩვენი მომავალი და არსებული ჩემპიონები. სხვანაირად არ გამოდის არაფერი. თქვენ უნდა მოყვეთ, მშობლებმა უნდა მოყვეს, თვითონ სპორტსმენებმა უნდა მოყვეს ამ ყველაფერზე. ეხლა ბოლო შეხვედრაზე პირველი ადგილია იყო. ბიჭებში თუ გოგოებში? გოგოებში. ბიჭებში გადის ხოლმე? ბიჭებში გადის ხოლმე ქართულებს ჭიდაობს და აიღო პირველი ადგილი მუხრანში რო იჭიდავა ეს. ყველას მოუგო ბიჭებში. გამარჯობა. როგორ ახარ ჩემპიონო? ჩაგიხუტები ხო? მეთქინეთ. გამარჯობა. მე ვარ თამარი. შესავალე. ეს ლექსო. სად არის? მაჩვენი აბაის მინაწერი სად არის? ვაუ. კიდე შენ გიწერია. კიდე გაქვს რა მნიშვნელოვანი აღნიშნული ესეთი? ეს ძალიან კარგია. ეს ძალიან დაწერა ხოლმე. მოკლედ ეხლა გავდივართ იმ გზას, სადაც ეს სამი ძალიან მაგარი გოგო გადის ყოველდღიურად იმისთვის, რომ ძიუდოზე იარონ თბილისში. ეხლა ვართ მუხრანში. და ყველა ნაბიჯი მინდა გავყვე ამათ ყველა გზას. და წავედით ეხლა მივდივართ, უნდა დავხდეთ მარშრუტას, რომ ჩაგვიყვანოს თბილისამდე. და მერე დიდუბიდან კიდევ ერთ ავტობუსზე უნდა გადავჯდეთ, რომ მიგვიყვანოს დარბაზამდე. ასე რომ წავიდეთ. აუ რატო ყველაფერს ამბობს ამ YouTube-ში და მე პიზდეცი რატო ვარ გავიგე. თქვენ საიდან ვიცნობ? რომელი ფრინველი ცოცხლობს ყველაზე დიდი ხანი? ყველაზე დიდი ხანი დათვი. ხო და ეხლა უკარგესი პროექტი დავიწყე ქალების სპორტში და მინდა რომ რაც შეიძლება აი ძალიან ბევრი ქართველი ქალი, გოგო, ბავშვი სპორტსმენი გაგაცნოთ და მათი მოღვაწეობა და მათი შრომა და თავდადება თქვენამდე მოვიყვანო და მოვიტანო და არ ვიცი, ძალიან მჭირდება თქვენი გვერდში დგომა, თქვენი მხარდაჭერა და ვისაც ერთხელ მაინც გაგიცინიათ ჩემს დათვზე და ჩიტზე და გრიდზე გთხოვთ რომ გამომყვეთ ამ მაგარ პროექტშიც და იქ პირდებით ძალიან მაგარ გოგოებს გაგაცნოთ, აი ჩვენს ჩემპიონებს გაგაცნოთ და არ ვიცი რა, გამომყევით მენდეთ და ბევრსაც გაცინებთ რა, მარტო სერიოზული ამბები არის. შენ გას. არა უშავს, ეს წვიმა არ არის. ეგ უბრალოდ ესტია, ეს რა წვიმა. წვიმების პერიოდში სამხრეთის ზღვებში ვიყავი ჰავაიზე, ქარიშხალში მეძინა. ესეთი ამბავია რა, ხან წვიმაში, ხან დარში, ხან მზეში, არ ვიცი ყველანაირ პირობებში ეს მაგარი გოგოები დადიან თბილისში, რომ ძიუდოს არც ერთი ვარჯიში არ ჩააგდონ რა და ეს არის, არ ვიცი, ძალიან მაგარია რა, ძალიან. აღფრთოვანებული ვარ ყველა სპორტსმენი გოგოთი. ნახე, ლექსო იქა. რა ამბავია. ველოდებით მარშრუტკა. ეგაი, მაგარი გოგოება. ეს არის. უკაცრავი მოგვიშვი. თავის ცხოვრების მოყოლა კი არა, მე მჭირდება ზუსტად ეს, რასაც გადიხართ რეალურად, რომ ეს ადამიანები მართლა ნახოს რა ხდება, ზოგჯერ ესეა, ზოგჯერ ისე და დავია. όσο ძალიან ზიან ამიჩი და ისე გონია რა თქმა უნდა. თბილად და მყუდროთ და მარტო მედლებს რა იცლია, ხო. და ამ დროს ამხელად განვლილი გზა, ხო? აბა. ძადი. მოვიდა, მარშრუტკა მოვიდა. გააჩერეთ.
ლექსო გენიოსი ხარ რა, ყველა რო უნდა წავყვეთ. ძიუდო რასთან ასოცირდება? აი რა ხდება შენს გულში, როცა ეს სიტყვა გესმის? ოჯახს. ოჯახს და სიყვარულს. კაი, შემითხარი ახლა. საიდან მოგინდა ძიუდოისტი გამხდარება? ეთოს უყურებდი ხოლმე. Whipping Uchimata. So two Wasaris and I can't. წონდა ამბიციამ შეიყვანა, კიმანოები მივიღე და სამი გოგო რო ხართ და სამივე სპორტსმენი, ამ ფაქტს მამა როგორ ეგუება? ძალიან ხარია. ვარჯიშის მერე რო არ წაიქცე, მოგეხმარებ. თავისუფალ დროს რითი ერთობი ხარ? ვარჯიშო. მაინც სულ ვარჯიშო. თავისუფალ დროსაც ვარჯიშო. აფონდის მადლობა. ესეც ასე. ჩამოვედით დიდუბეში და ეხლა მეორე ტრანსპორტში უნდა გადავიდეთ. ავტობუსში, რომელიც უშუალოდ დარბაზში მიგვიყვანს ბელიაშვიდზე, ძიუდოს აკადემიაში. წავედით, სად არის? დამიფიქსირეთ ეს კადრები, ნახე, სამ ჩემპიონთან მოვდივარ. ორჯერ თვითონაც არ იციან. რა ნომერს მივყვებით? ახალი გოგოები შემოგვიერთა კიდე ძიუდოისტები. ნანა კვარაცხელი. რამდენი ხანია ძიუდოში ხარ? 6 წელი. ვაუ, მართლა? არ მეგონა, ცოტა პატარა დროს მეტყოდი მეგონა. რამდენი წლის ხარ? 13 წელს. ვაა, 7 წლიდან ძიუდოზე ხარ. თენი ავტობუსი მოვიდა. წავედით. ხრიგი, ხელი მოკიდე არ წაიქცე. იცი რა მაინტერესებს? ბიჭები რო გაიგებენ ძიუდოში და ხარ რა რეაქცია აქვს? რა სამბობო? აბა, უკვე მაინც უკვე, ხო? არ გეუბნებიან მერე, მოდი მოგვერდი გამიკეთე და მოდი ხელი გადამაწევინე და რაღაცებს არ გეუბნებიან. კი? მერე, მიდიხარ? აკეთებ? ეჯიბრები? თუ დამანებე თავი. ეჯიბრები? და ყველას უგებ ვაფშე? კი? ჯერ არ წაგიგია? კი, ვა. უფრო იგებ. მოგოებო, თქვენს კი რა ხდება? თავიდან ცეკვაზე დავდიოდი მე და ეხლა რო ძიუდოზე შევდი ძალიან უყვირს. ცეკვიდან ძიუდოზე ეხლა ნამეტარი გადასვლა. მაგარი. შენ გაქვს შენთან მოდიან ესე? ხო? შენთან მოდიან ესე? მოდი შემეჯიბრე და ხელი გადამაწევი და რაღაცა. კი. არა, ეჭიდავები ხოლმე ბიჭებს? კი. შენც მითხარი, ბიჭები რო გაიგებენ რომ ძიუდოში დადიხარ, რას გეუბნებიან? არაფერს ვერ გიბედავენ რამის თქმას, ხო უკვე? ავედით, ესე იგი, აქ ვარჯიშობთ თქვენ. ბავშვებო, აქ ვარჯიშობს ლიპარტელიანით? ეთოთ? გოგოებმა დააგვიანეს და 200 აზიდო ყველას და ეხლა ცოტა ჩუმად უნდა ვიყო, მეც რო არ მიმოწყინონ აქ. დაიწყე 200 აზიდოა. მოკლედ ვერ მოვითვინე და ერთ-ერთი ბავშვი მთხოვნის თავის ფორმას და ეხლა გამოვალ და მე შეუერთები ამათ ვარჯიში და ნახოთ აბა როგორ რაც გავქაჩავ რა. სულ ერთი წუთი დამელოდეთ. შენ წამაქცევ ეხლა დავიჯერო? უაი! წამაქცია კი არა. ბეჭებზე დამაგდო. მოდი. წავიდა. შენ და მოკაჩახე. აი ესე. სალომესთან დაკავშირებით აქვს ერთი კითხვა, როგორ მომავალს უწინასწარმეტყველებ? მენია რომ ძალიან წარმატებული უნდა იყოს მომავალში, იმიტომ რომ გვარიც ხელს უწყობს ამაში და მისი დიდი мотиваტორი არის ეთერ ლიპარტელიანი და ყოველთვის ცდილობს რომ მას დაემსგავსოს და არ ეკლია მოკლედ მონდომება და შრომას. მოკლედ დიდი მედებს ვამყარებთ სალომე. ხო? აუ, თქვენ გენაცვალე. ხა მითხარი სახელი როგორ? ბარბარე ახვლედიანი. რამდენი წლის ხარ? 14-ის. რამდენი წელია დადიხარ აქ? 2 წელი გახდება სექტემბერში. რა გეგმებით ხარ?
ოლიმპიური ჩემპიონი უნდა გავხდე. ანასტასია ციცქიშვილი 13 წლის. მე-4 წელი დაიწყო რაც დავდივარ. 8 медали მაქვს, ერთი საქართველოს ჩემპიონი ვარ ერთხელ, 5ჯერ მაქვს მეორე ადგილი აღებული და 2ჯერ მესამე. შენ რა გაქვს მოგებული რო არ კითხე? 2 მესამე მაქვს სარეიტინგოზე. აქეთ შემომიბრუნდი? ბარბარე კოშაძე, რამდენი წლის ხარ? 14, მესამე წელია. რა გაქვს მოგებული? ჯერჯერობით არაფერი. რა გაქვს გეგმები მაშინ? გეგმებით დიდი გეგმები მაქვს. რა გეგმები გაქვს მითხარი უცე? ევროპა, მსოფლიო ოლიმპიადა. თქვენ გენაცვალეთ. ბალეში ყავთ. შებერეთ ბოლომდე. ქალების სპორტში გამოიწერეთ, იქ დაიდება. გამოწერილი მაქვს. შენ გენაცვალ. ჩარ. მოდი უცებ-უცებ სანამ გცემოვიდნენ. ანასტასია ვეკოაც 14-ის ხვდები და 1 წელი მისრულდება რაც დავდივარ. ხარი გამიცან. მე ვარ ლიკა ჯიგერენაია. ვარ 14 წლის და დავიწყე სექტემბერში სიარული. 8 თვეა რაც დავდივარ. რასთან ასოცირდება ძიუდო შენთვის? ჩემს მომავალთან, მომავალ მიზნებთან და ბედნიერებასთან. აუ, ჯიგარი ხარ. წარმატებები. კიწაგართვი კიმონო და ყველაფერი, მაგრამ არა უშავ. სალომე ყაველაშვილი. და რაები გაქვს მოგებული? ჯერჯერობით არა. მე რა, ჯერ ცოტა დროა. და პატარა ხარ, ყველაფერი წინ არის. მობრძანდით ქალბატონო. რა გქვიათ, რა გვარი ხარ? კეთოჯიაშვილი. რამდენი წლის ხარ? 7-ის. ვაიმე, შენ გენაცვალე, რამდენი ხანია დადიხარ? 3 წელი, 2 წელი, სადღაც. 3 თუ 2? 3 ნახევარი, 2 ნახევარი. მე მოიცემ ნახევარი. 3 ნახევარი დაჟე, ვაუ. მომისმინე, სად ნახე პირველად, რატომ მოგინდა ძიუდო? და ჩემმა მომიყვანა, მე არ მინდოდა, მაგრამ მე დავინახე რომ მომინდა. ვაუ. და ეხლა რას ნიშნავს შენთვის ძიუდო? არიცი? ნუ ყველაფერს ნიშნავს ჩემი ძიუდო. ვაუ, შენ გენაცვალე, რა საპირებ, რა მომაო, რა გეგმები გაქვს? რა მოვიგო? რა, საქართველოს ჩემპიონი გახდე, მსოფლიო და ევროპის. ხო ეგრეა? ხო. ჩაარტყი, მაშინ წარმატებები. ვაი, მე დღეს ჩავშალეთ მთელი ვარჯიში, მე მგონი. სახელმდებარი? ანა მეცხრავა. რამდენი წლის ხარ? 7-ის. ვახ, რამდენი ხანი აქ დადიხარ? 1 წელი. მინდოდა რომ დავდიოდი. ნახე, იცი რას გეკითხები? პირველად სად ნახე, სად უყურე ამას და მე ხო მოგინდა, სადღაც ხო დაინახე პირველად. და მე მოგინდა, აი სად დაინახე ეს პირველად? არ ვუყურე, დედა მითხრა თუ გინდა შეგიყვანო და მომინდა და გაჩვენა, ხო? ხო. დედას დამსახურება. რა გეგმები გაქვს წინ? ჯერ არის, ხო? გაიზრდები და გადაწყოთ. წარმატებები. მე ვარ ელენე ტავატაძე, 15 წლის. 2 წელია დავდივარ. რა ქვია, რა გვარი ხარ, რამდენი წლის ხარ? ვაიმე. მე ვარ ნინი გამჯაშვილი, 15 წლის. ოლიმპიური ჩემპიონი გავხდები. მეგობრებო, აქ ძალიან ბევრი ოლიმპიური ჩემპიონი იზრდება. ოლიმპიური მსოფლიო საქართველოს და არ ვიცი ყველა ჩემპიონები და ძალიან მაგრებია და ძალიან მიხარია რომ უმეტესმა მითხრა რომ ხან ბებამ შემოიყვანა, მამამ შემოიყვანა, დედამ შემოიყვანა და ჩემი წლებიდან განსხვავებით, აი მე რო სპორტსმენი ვიყავი, იმ დროიდან განსხვავებით შეიცვალა რაღაცები რა და გოგოები უფრო ფრთებგაშლილი არიან ამ ყველაფერში და მშობლებიც გვერდში უდგანან და აი ძალიან მიხარია, ძალიან ვერ წარმოიდგენთ როგორ. მოიცა შემდეგი უნდა გაგაცნოთ. გამარჯობა. გამარჯობა. აბა მითხარი, ვინ ხარ, საიდან მოდიხარ? მე ვარ ანასტასია მათიაშვილი, 16 წლის. რამდენი წელი აქ ხარ? 5. რასთან ასოცირდება ძიუდო შენთვის? დისციპლინასთან პირველ რიგში. კიდევ სერიოზულად ვდგები ამ ყველაფერს თუ ისე მოხვედი რასასავარდი? სერიოზულად ვდგები. მომავალში მინდა გავხდე ჩემპიონი და ქვეყანა ვასახელო. მოდი, ჩქარა, გამარჯობა, როგორ ახარ? კარგად, მეც კარგად. მითხარი ახლა ვინ ხარ, რა ქვია, რა გვარი ხარ? მე ვარ თამარ წაქაძე და 12 წლის. აუ, რა გეგმებით ხარ მითხარიეთ? ოპა! არა უშავს ბიჭებო. გამაგრე ფეხები რა დადექი რა. ფორმა ტყუილად გაცვია, კაცო.
ხო და რა გეგმები გაქვს მითხარი უცებ? რა ვიცი, მინდა ბრძოლაზე გავიდე და აუ, საქართველოს ჩემპიონი უნდა გახდე. მსოფლიო და ევროპა. პირდები? აუ, დავაი, აბა შენც ჩაატყე. ნინი ბუქური. რამდენი ხანი აქ დადიხარ? 6 წელია. 6 წელია? ვაიმე. ოჯახ. რაები გაქვს მოგებული? სარეიტინგო ტურნირები მაქვს. ერთი პირველი ადგილი მაქვს, 3 მეორე ადგილი და 6 მესამე ადგილი. ვაიმე, ბიჭებთან თუ გოგოებთან? გოგოებთან. გოგოებთან. რა გეგმებით ხარ? პირველ რიგში ევროპის ჩემპიონი მინდა გახდე, მეორე მსოფლიო და მესამე ოლიმპიადა. საქართველო? თუ ისედაც ითვლება საქართველო პირველი. წარმატებები. თქვენ მარიამ ხაბეშვილი? რა გაქვს მოგებული? ჯერ არა. ჯერ არაფერი. რა გეგმები გაქვს? მინდა რომ სოფლიოს ჩემპიონი გახდე. ახ შენ გინოცვალ. რასთან ასოცირდება შენთვის ძიუდო? აი, რა ვიცი, რა თქვა, ყველაფერთან რა. ანა ჯუღელი. მოგებული გაქვს რამე ჯერ? კი, სარეიტინგოზე მეორე მაქვს აღებული. ვაუ, მაგარი გოგო ხარ, რა გეგმები გაქვს? აპირებ გააგზელო თუ ისე პროსტა ეხა ვარჯიშობ და რაღაცა? აპირებ გააგზელო. რასთან ასოცირდება ძიუდო შენთვის? წარმატებასთან და აი მაგარი მეგობრებას. რომელი ფრინველი ცხოვრობს ყველაზე დიდი ხარ? შენც ეგრე ფიქრობ რა დათვი? დათვი. ჩიტი? გურიტიც. ჯიგრები ხარ. ხატი. ბიჭებო, წარმატებები მაგათით ვერ გადაგიღეთ ესე, გოგოებს მოვაკითხე. გამარჯობა. აბა მითხარი გამიცანი ვიხარ? ანა გაგუა. რამდენი წლის ხარ? 15-ის. რამდენი წელი აქვს? მესამე წელი დაიწყო. მოგებული რა? სარეიტინგოები ძირითადად. გეგმები? თუ პროსტა ისე ვარჯიშობ? არა, გეგმები მაქვს თან დიდი. ოპა, მითხარი აბა? ოლიმპიურ ჩემპიონობას ვაპირებ. თან კარგი წარმატებები. რასთან ასოცირდება ძიუდო? წარმატებასთან და დისციპლინასთან. მე ვარ დიანა ლოლუა 19 წლის. რამდენი ხანი აქ ხარ? 4 წელია დაახლოებით. რამე გაქვს მოგებული? ორი მესამე მაქვს საქართველოზე აქ და ეხლა ამჟამად ამერიკაში ვცხოვრობ და იქეთ მაქვს ორი პირველი. ვაუ, მართლა? რა მაგარია. რას აპირებ, რა გეგმები გაქვს? სერიოზულად აპირებ გაყვე ამ ყველაფერს? კი, ვცდილობ. გაიცანით საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი? ნანა კვარაცხელია. ნანა კვარაცხელია. კვარაცხელიებს მაინც სხვანაირი ის გაქვთ, რა ქვია. ჟილკა და ყველაფერი. რამდენი წლის ხარ? 13. რამდენი წელია დადიხარ? 5-6 წელი. და აბა მითხარი რამდენჯერ ხარ საქართველოს ჩემპიონი? ორჯერ. კიდე რაები გაქვს მოგებული? ჯერ არაფერი ისეთი, რადგან ასაკი მაქვს პატარა. ასაკი არ გიწყებს ჯერ ხელს? ელენე ქოხიშვილი. 10 წლის სოფლიო ჩემპიონი გავხდე. ვაიმე, თქვენ გენაცვალეთ ბავშვებო, ყველა მსოფლიო ჩემპიონი უნდა გახდეთ, ვინც აქ ხარ. წარმატებები. არა, ერთიც მაინტერესებს, რასთან ასოცირდება შენთვის ძიუდო? აი, რას ნიშნავს შენთვის ძიუდო? ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერს. ძალიან მიყვარს ძიუდო. წარმატებები. აი, ქეთ. რა გოგოებმა თქვენ თავზე თუ არ ილაპარაკებთ, სხვა არავინ ილაპარაკებს და. მოკლედ, ეხლა არ მოგასვენებთ არც ერთს, არ გქონდეთ იმედია, რომ ცოტა შეეჩვია. სახელი და გვარი მითხარ. მე ვარ ნონა კვარაცხელია, 17 წლის და ვასპარეზობ, ანუ ახალგაზრდებში რა. რა გაქვს? ჯერჯერობით. 4 წლის საქართველოს ჩემპიონი ვარ, კადეტებში, დიდებშიც და ახალგაზრდებშიც. ვაფშე ყოდა? კი. ვაუ! ევროპის თასებზეც ხშირად ვასპარეზობ ხოლმე და 7 медали მაქვს ევროპის თასზე და გუნდურში დავიკავეთ მესამე ადგილი წიაღწევს კადეტებში. და შენ არ მეწერებოდი, ხო? გავგიჟდები. ისა რა ქვია? საიდან მოხდი პირველად? პირველად მამაჩემის გადაწყვეტილება იყო რომ მე ძიუდოში მომხდარიყავი. სუპერ, მამას. იმიტომ რომ ანუ ბიჭი არ ყავდა და გადაწყვეტა რომ მე შევიყვანე. უფროსი ვარ მე და პატარა ძმა ყავს 7 წლის და მე ვიყავი ერთადერთი ვისაც და მაგრა გამართლე, ხო? ძალიან უხარია, ეხა სამივე ჩემ პატარა დაც და ჩემი ძმაც ძიუდოზე დადიან და ძალიან უხარია მამას. შენ გავხსენი ყველას გზა, ხო? ანუ სპორტი ესეთი განვითარებული არ არის საქართველოში და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი ქალის ვიქნები მაგალითი რა. ვაიმე, შენ არ იცი ჩემ დროს რა ხდებოდა სპორტში? ეხლა იცი როგორი განვითარებულია იმასთან შედარებით? აი
ყველაფერს მიაღწევთ. ჩემ დროს კიდე არ იყო ამდენი შესაძლებლობა. ეხლა ძალიან მაგარია და გამოიყენეთ ბოლომდე. ბოლო კითხვაც რასთან ასოცირდება ძიუდოში? ჩემთვის ძიუდო ასოცირდება წარმატებასთან და რავი, ჩემი მთელი ცხოვრება ამას მიყვები ძიუდოს და ანუ ყველა ანუ ჩემთვის ასოცირდება წარმატების, იმიტომ რომ ამდენი ხანია ვიბრძვი და მინდა რომ წარმატებული ვიყო და ჩემი საქართველო ვასახელო და ვამაყ. იგარი ხარ, მაგარი გოგო ხარ. მე ვარ მარიამი და გვარად ვარ ვეკუა. და ზოგადად ძიუდო იყო ჩემი ოცნება და ძალიან მიყვარს თვითონ ეს სპორტი ძიუდო. საიდან გაგიხდა ეს ოცნება? არ ვიცი, აი ვიდეოებშიც ვნახულობდი ხოლმე ამ ვიდეოებს და ძალიან მომწონდა როგორი სპორტიც იყო. ჩემი ოცნება ავიხდინე 2 გაკვეთილია უკვე დავდივარ. 2 გაკვეთილია? ვაუ, 2 დღის ახდენილი ოცნება. რა მაგარია. მე ყველგან და ყოველთვის და ბოლომდე გაიყვანეთ თქვენი დაწყებული საქმე. იმიტომ რომ ძალიან მაგარი დროა მაგისთვის. ჩემ დროს კიდე არაფერი არ ხდებოდა სპორტში, ეხლა ყველაფერი ხდება და აი წარმატებები რა, აი ყველაფერში წარმატებები. თედს ვიხრი თქვენს წინაშე. რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში სანდომს, იმიტომ რომ პირველივე ნაბიჯებიდან მოყვება და პირველმა დაიჯერა ჩვენი და ამისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. ის ჩვენი ტკბილი მეგობარია. ეხლა ხან შემოგვიერთდა გალფი, ეს ამბავი ძალიან მახარებს, იმიტომ რომ კიდევ უფრო მოაგვეცემა შანსი ძალიან ბევრი მაგარი გოგო აღმოვაჩინოთ და ასე რომ მადლობა მეგობრებო და გვირდებით რომ ძალიან მაგარ გოგოებს აღმოვაჩენთ თქვენთან ერთად. სხვა კომპანიებისთვისაც ჩვენი კარი ღია, ასე რომ შემოგვიერთით ამ ძალიან მაგარ გზაზე. დაიღალე? დაიღალე ხო? ოპა, რა კარგი. ვაუ. არმეო. არა, დასრულდა დღევანდელი ბარჯიში. ახლა უბრუნდებით უკან, ისე მოვედით დიდუბეში და ისე უნდა წავიდეთ მუხრანში. ეს არის ის გზა, რომელსაც ყოველდღე გადიან ეს საოცარი გოგონები. ამიტომ უნდა Google შემატკივროთ, უნდა ვიცნობდეთ და არ ვიცი რა, გვერდში დაუდგეთ ყველანაირად. არ დაინანოთ არც ერთი ლაიქი, არც ერთი გული, არც ერთი თქვენი კარგი კომენტარი. ამ ბავშვებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისი 4 ლარი, მცხეთა 3 ლარი. მუხრანი თბილისის მარშრუტკაც აქ არის. წავედი. მე მოკლავს. ეს ფერი გიხდება ხო იცი? როგორ გინდა? ხალების სპორტში. თუ შეიძლება სკოლასთან გააჩერეთ. რამდენი ხანია არ მithქვავს? ხარ. ღია. დაუბრუნდით მუხრანში. ჩვენი დღეც დასასრულს მიუახლოვდა. 3 ჩემპიონი. კარგი ნავარჯიშები არიან. დავედით. ერთი ზებრა აქაც არ გაწყენდათ. წავედით ბავშვებო. ოჩახ. დაიღალეთ. ბავშვებს ოჩახ. ყოველ დღე ამ გზის გავლა არ არის მარტივი. მაგარია. ამის ენთუზიაზმი და სულელი რო გვაქვს. ძალიან მაგარია. თავარია მიზანი ხო რა? თუ ამ მიზანს ბოლომდე მიიყვან, ყოველდღიურად ერთ აგურს დაამატებ, ყველაფერი გამოვა. ნამდვილად დაგვაღამდა. გამარჯობა. კარგად თავად. 3 ქალიშვილი რო ყავს და 3-ვე ძიუდოისტი. რაღა გაგიჭირდება ცხოვრებაში მითხარი. მაგრები არის. იმახია ის პატარი. პატარის იმედი გაქვს. მე მგონი ყველას იმედი გაქვს. ძალიან მაგრები აღფრთოვანებული ვარ, აი 3-ვეთი. მაგრები არიან და თქვენ ძალიან მაგრები ხართ, რომ ამაში ხელს უწყობთ. იმიტომ რომ მაინც რაღაცნაირი პრობლემურია გოგოების სპორტში ყოფნა ჩვენთან სამწუხაროდ. მაგრამ თვითონ აირჩიეს და მაგარია.
ყველაზე ამაღელვებელი მომენტია ხოლმე ეს, როცა ჩემი გმირები თავის ნივთებს იმეტებენ თავისი ხელწევით და ეს არის ერთ-ერთი პირველი ჩოხა შენი, ხო? ლიპარტელიანი, დაიმახსოვრეთ. ეს გვარი და ეს სამი გოგონა. ვაუ. შო, ყველაფერი ნათქვამია შენი სახელი. ნახე რა მოგარია. არ ვიცი. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, ყველას თითოეულ თქვენგანს. ძალიან გამაბედნიერეთ და ძალიან სავსე მივდივარ თქვენგან. არ ვიცი. ძალიან შინაურულად ვარ თან. თქვენთან ერთად ვიქნები, როგორც შევძლებ.